Დააკვირდებით, ძაღლს უფრო მეტი ასეირნებს ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ბავშვს. იმიტომ რომ ძაღლი თხოვს და ბავშვი არ თხოვს. მთელი სამყარო, მთელი თავისი სიბოროტით უკვე აი მის ოთახშია, მის პატარა ოთახშია თავმოყრილი. ვერანაირ აკონტროლებს ამ სოციალურ ქსელს და ვერც გავაკონტროლებთ ალბათ, ხო? ყოველთვის რაღაცა შეიძლება გაძურეს. ჩვენ რაღაცნაირად გვავიწყდება, რომ მაგალითები ვართ ადამიანები. რა მაგალითს ვაძლევთ? ცემატყეპის მაგალითებს რა ვაძლევთ? არაფერი არ არის საჭირო, გარდა იმისა, რომ ჩვენ უფროსებმა ბავშვებს ვასწავლთ უბრალოდ ნავიგაცია. მეც ხშირად ამირიდებია თავზე, ანუ სახლში წავსულ ვარ და რაღაცა პრობლემა დამიტოვებია მოუგვარებელი. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამაზე და გულზეც მომხვდა გემრიელა და კარგია ესეთი სერიალები, რომ დაგვანახოს, რომ სად არის ჩვენი როლი მასწავლებლის. ბავშვს ვეკითხები, როგორი დღე იყო და დამთავრდა, ჩაიკეტა. თუ არ გვეუბნება, ხო, იყო რა, მოუყვეთ ჩვენი დღე. ჩემთვის როგორც მასწავლებლისთვის ყველაზე მძიმე საყურებელი აღმოჩნდა სკოლის კადრები, სადაც ჯერ ბავშვების გულგრილობამ და არაემპათიურობამ გამაკვირვა და რეალურად მე რომ დავფიქრდი ამ ასაკში სწავლებადია ემპათიაც და აქაც მასწავლებლის როლიც დიდია და მეორე კიდე მასწავლებლის უსუსურობამ, როგორი უსუსურები არიან, როგორ არაფერი არ იციან და რამხელა ის ჩატეხილი ხიდია ფაქტიურად თაობასა და მასწავლებლებს შორის. თითქოს შეშინებულებიც არიან, რომ იმ სიღრმეში რაც დაინახავენ, ამის აღიარება არ უნდათ და საერთოდ მასწავლებლების ძალიან უჭირთ ხოლმე რომ აღიარონ, რომ რაღაცა არ გამოსდით. ნორმალურია, რაღაცაში არ ერკვებიან, ვერ აკეთებენ. ამიტომ ამ შემთხვევაში უბრალოდ განრიდების ტექნიკასაც იყენებენ, მოდი განვერიდები, მშობლის პრობლემაა, მე შორიდან შევხედავ, მე რა, ჩემი პასუხისგებლობა სად არის, ხო? როდესაც მიწევს მშობლებთან მუშაობა, პედაგოგებთან, თუნდაც მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებთან ყოველთვის მქონდა რაღაც ისეთი განცდა, რომ აი რაღაცას ვერ წვდებიან, რაღაცა გაუცხოება, იმიტომ რომ მოზარდი თავისი ასაკიდან გამომდინარე ისეთ ტურბულენტურ ზონაში შედის, ისეთი გამოწვევების წინაშეა და ისეთ იზრდება უფსკრული ღიობი ჩდება ძალიან სერიოზული მოზარდსა და დიდების სამყაროს შორის, რომ ძალიან რთულია მის ტყავში შეცვრე. და ეს სერიალი, აი მე მგონი ზუსტად ის არის, რისი დანაკლისიც მე მიგრძნი, აი რაღაცნაირად აი თითქოს შეყავ ხარ თავიდან ბოლომდე აი იმ სამყაროში, სადაც ეს მოზარდები არიან. შელამაზების გარეშე, ან რაღაცის უტრირების გარეშე, აი თითქოს მათ ფეხსაცმელს იცმევ და ამ სამყაროში იწყებ მოგზაურობას. მე ადრეც მიფიქრია ხოლმე, სულ ფიქრობ, რომ დაიძინებს, მე ვფიქრობ, რომ ნაკლები დრო ხო არ გამოუყავი ჩემ შვილს დღეს, ნაკლები რამე ხო არ ვკითხე, რატო არ დავემშვიდობე უფრო საკადრისაც ძილის წინ. რატო არ გავატარე მეტი დრო იმ დაჭერილი დროიდან, რადგანაც ვიჭერთ ჩვენ რო შვილებთან ვიურთიერთოთ ყოველდღიურად. და ეს ყოველდღიური დრო არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩემი მეგობრის გამსმენია, რომ კვირა შვილებისთვის არის, მაგრამ კვირა არ არის საკმარისი. იმიტომ რომ წელიწადში 52 კვირა. წარმოიდგინე 52 ჯერ გაქვს ურთიერთობა შვილთან და მეტი არა, ძალიან ცოტა. იმიტომ რომ მე გაგირბის, მე სხვაგან ეძებს გზებს, ისედაც ახლოსაც რო იყოს, აქ ხო არის მთავარი გმირი, მამა იცის, სახლში ყავს და გონია რომ ყველაფერი კარგად არის, ხო? მაგრამ იქ სახლში ახლოს ყოფნის დროსაც ყურადღება გმართებს, რომ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. აი პატარა ბიჭი, 13 წლის ბიჭი, რომელსაც დილით დაადგება პოლიცია და მისი პირველი რეაქცია, რა თქმა უნდა, ჩაისველებს შიშისგან, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს ფემიციდი ჩაიდინა. ხო, აი ასეთი ახლოს მისვლა, ასეთი შიგნიდან დანახვა, აი იმ როგორ გითხრათ, ამბივალენტური სამყაროსი, რომელიც აქვთ მოზარდებს,
აი იმ რყევებში რო არიან და თავარი დრამა მოზარდის იყოს აღიარებული, მიღებული, არავინ არ უარყოს და აი ეს უხილავი ბოროტი ხელი რომელიც ბავშვებს წვდებათ აი ამ სოციალური მედიის, სოციალური ქსელების სახით, რომელიც კვებავს ზუსტად იმას, რაც ასეთი სისხორცეულია. თითქოს საგანგებოდ იცის, რა შხამი უნდა ჩადოს იმისათვის, რომ გახადოს ის ისეთი, როგორადაც წარმოუდგენია, რომ კაცი უნდა იყოს. ხო და აი ამის ტყვეები როგორ ხდებიან ბავშვები და რა მარტოები არიან ისინი ამ ყველაფერთან. რასაც მშობელი ვერ ხედავს, იმას ხედავს მასწავლებელი და მასწავლებელი ბავშვს მოზარდს უყურებს სოციუმში. შეიძლება ცალკეულად, ინდივიდუალურად მშობელმა როგორც გინდა ყურადღებიანი მშობელი იყოს, ვერ შეამჩნიოს დაუშვათ რაღაცა პრობლემები და ან კარგად ამალოს. მაგრამ აუცილებლად კლასში მეგობრებთან და კლასელებთან ურთიერთობისას ეს პრობლემები თავს იჩენს აუცილებლად და იქ თუ მასწავლებელი დაკვირვებულია და თუ ისევ და ისევ რაღაცა კედელი არ აქვს აღმართული, ის პრობლემას დაინახავს. ძალიან ხშირად თუ ის აი ესე გარეგნულად არაფერს არაფუჭებს, თავისთვის ზის, თავის სამყაროში მოგზაურობს და ასე შემდეგ, ძალიან ხშირად თითქოს და მშობელსაც ან რა ვიცი გარშემო მყოფ ადამიანებს აძლევს აი თითქოს სიმშვიდის საშუალებას, რომ არაფერი არ ხდება, თავისთვის არის ის, ხო ვიცით რომ ამ სოციალურ ქსელებში შედის, ხო? და აი ზუსტად აი ეს მომენტია, რომელსაც აი ეს ბოროტი ხელი, რომელიც აი ამ კულტურის დამკვიდრებელია, ფაქტობრივად მოიხელთებს აი ამ ბავშვს, ხო? ხელში ჩაიგდებს, ის გარეთ არ გადის, ის სამყაროს არ ანგრევს, მაგრამ მთელი სამყარო მთელი თავისი სიბოროტით უკვე აი მის ოთახშია, მის პატარა ოთახშია თავმოყრილი, ხო? მშობელი სულ ყურადღებით უნდა ვიყო ჩვენ ვართ ხოლმე რომ აიღე ტელეფონი იყო ჩემეში, მოშორება, არ უნდა მოვიშოროთ, ან კითხვას გისვამს ბავშვი, იმიტომ რომ აქვს რაღაც კითხვები, სამყაროს შეიმეცნებს, რაღაცა პრობლემა აქვს, ხო? და ვიშორებთ, ვეუბნებით, რომ აი წადი და აიღე ტელეფონს, Google-ს კითხე. Google შეიძლება ცდება ან რაღაც ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ჯერ არ იცის ან არა აქვს ორი პასუხი ან ვერ დასერჩა, კარგად ვერ მოძებნა, ხო? ან სხვისგან გაიგო და ის გადაკეთებული ინფორმაცია ჭორს დაემსგავსა ან სადღაც აღმოჩნდა. ამიტომ ყველგან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ხო? მით უმეტეს ინტერნეტ სივრცეში სადაც ზღვა ინფორმაციაა და ამ ზღვაში ცურვა ცოტა რთულია, ხო? როცა ცურვა არ ვიცით ხშირ შემთხვევაში, ხო? მშობლებმა. ამიტომ გვჭირდება რომ თუ აუცილებელია ვენდოთ ამ სპეციალისტებს მოусმინოთ და სიხარულით შეხვდეთ თუ ვინმე ჩვენ შვილს ამ მიმართულებით რამეს ასწავლის შეხვდება ან მაგალითს მიცემს, ხო? ჩვენ ვიცით ზუსტი სტატისტიკა, მაგალითად, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში რამდენი მოზარდი ხდება ონლაინ სექსტინგის, გრუმინგის მსხვერპლი. რამდენი მოზარდი შეიძლება გახდეს შურისძიების პორნოგრაფიის მსხვერპლი. ჩემი დაკვირვებით, ჩემი პროფესიული დაკვირვებით, ალბათ 10-დან 8 მოზარდი. რაღაც მაინც აქვს გამოცდილი და ფაქტობრივად ჩვენ ამ სივრცეში ვუშვებთ მათ მარტოს და ჩვენი კომპეტენციებიც ამ მიმართულებით ძალიან დაბალია. არ შეიძლება თანამედროვე ადამიანი, მშობელი, მასწავლებელი, ყველა ვისაც ბავშვთან აქვს შეხება, არ ინტერესდებოდეს და არ იცნობდეს იმ ტექნოლოგიებს, სადაც მოგზაურობენ ჩვენი ახალგაზრდები. აუცილებლად ჩვენი ვალდებული, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, აი TikTok-ი როგორ მუშაობს, რა კონტენტია, სად არის საფრთხეები. ამ სერიალში ძალიან კარგი მომენტი იყო, როცა ეს პოლიციელით ვერ ხვდება მოტივს რა ხდება და აი შვილი რომ აუხსნის აი ამ ყველაფრის სქემას, ამ ეგრეთ წოდებულ კულტურას, რა სტერეოტიპები აქვთ, რას ფიქრობენ იმ დროს ბიჭები, როგორი და რა ხდება მართლაც აი ინსტაგრამზე ან სოციალურ ქსელში და თითოეულ სიმბოლოს რო თავისი საშინელი რა ის სასტიკი დანიშნულება აქვს. უხილავი ავტორიტეტები ჩნდებიან ბავშვებისთვის, აი ამ სოციალურ მედიაში, რომლებიც
ხდებიან მათი, რა ვიცი, მენტორები, მასწავლებლები, მშობლებიც რაღაც მომენტში. ანუ ჩვენ ფაქტობრივად აი ამ ვირტუალურ სამყაროს გადავაბარეთ ეს ბავშვები, ისე რომ არც კი ვიცით, რა ხდება იმ სამყაროში. ისედაც ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს მშობლობას, ხო? დეფიციტი გვაქვს შვილთან ურთიერთობის, რაღაცა ის გვაქვს. თითქოს კრიზისში ვართ შესული და თავს ვიმართებთ იმით, რომ ბევრი საქმე გვაქვს, არ გვცალია, მე ჩემ თავს ამას შემოვძახებ, რომ ეს ძაფი არ გავწყვიტო. იმიტომ რომ თუ ყოველდღიური ურთიერთობა გაწყდა, მე შენთან აღარ მოვა რამე საკითხავად. აი მაგალითად მიზოგინიისთვის კარგი ნიადაგი როდის არის ეს თუ ბავშვის სექსუალურ განვითარებას გადავხედავთ 9-11 წლის ასაკი, აი 12 წლამდე. არის პერიოდი, როდესაც მოზარდები, ბავშვები უფრო სწორად იყოფიან ორ ჰომოგენურ ჯგუფად. ბიჭები გოგოების წინააღმდეგ. აი ეს არის ბუნებრივი ამასაკისთვის, მაგრამ ჩვენ უფროსებს მოგვეთხოვება, რომ ამაზე ვისაუბროთ ბავშვებთან. ზუსტად ამ ასაკიდან იწყება გენდერული ნიშნით ჩაგვრა სკოლებში. ყველაზე უფრო მეტად ეს ასაკი თითქოს და მოითხოვს თითოეული სქესის ბავშვისგან მოიქცეს თავისი გენდერის თავისი სქესის შესაბამისი, აი მასკულინურობა ამ ასაკში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებს, რომც მამრობით სქესთან აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს და ფემინურობა. და აი ამ ორ სქეს შორის დიდი წინააღმდეგობის გაჩაღება და აქ გვაქვს ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო. ეს გარემო მოითხოვს და პრინციპში ეს კულტურაც, რომელიც გამზიარებლებიც ეს ბავშვები არიან, მაქსიმალურ, ასე ვთქვათ, აი ამ მასკულინურობას, ხო, თითქოს ეს არის ჯილდო, იარაღი, მთავარი, რითაც შენ უნდა იმოძრაო სამყაროში, რომელზეც მერე დაშენდება მთელი ის კულტურა, რომელსაც აი ამ სოციალური მედიით მას თავაზობთ. თითქოს და ის ვალდებულია, რომ მან უნდა გაუპატიუროს, მან უნდა დაიპყროს, მან უნდა მოიხელთოს, ხო? გოგონა. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ მოზარდობის დროს, აი პირველივე კლასიდანვე უკვე უნდა მასწავლებელმა ეს თანაბარ უფლებიანობის პრინციპით მიუდგეს ბავშვებს. ერთ-ერთ კერძო სკოლაში 1 წელი დაჰყოთ ჩემმა შვილმა და აი გაოგნებული ვიყავი ერთ-ერთი ლექსის ახსნისას, როგორ უმტკიცებდა ეს ქართულის მასწავლებელი ბიჭების უპირატესობას. აი ამ იმით გაზრდილი და ამით ნაკვები. შეიძლება ოჯახში სულ არ იყოს ეს თემა, მაგრამ სამწუხაროდ სოციალურ ქსელები არის ძალიან შეუზღუდავი, უკონტროლო და მზარდი. აი მასშტაბები საერთოდ წარმოუდგენელია რა ხდება და ნებისმიერს შეუძლია დაიპყროს, ვისაც აქვს ცოტა ორატორული ნიჭი და თუნდაც იყოს ძალიან ბოროტი აზროვნები და ბოროტის რახვებით, შეუძლია დაიპყროს აი ამ მოწყვლადი მოზარდების გულები და გონება. და სწორედ ეს იყო იქაც, რომ რაღაცა ესეთ პოპულარული მათ სფეროში, ხო, თეორიის მიხედვით ვითომ გოგოები ირჩევენ ბიჭების 20%, 80% მთელი ცხოვრება ესე გერწევ ლუზერებად რჩებიან და ამაზე იყვნენ ძალიან გაბრაზებულები ბიჭები და ქალებს როგორც მოხმარების ნივთად ისე აღიქვამდნენ და ეს მიდიოდა კარგ ახალს და ამას ვერავინ ვერ ამჩნდა, ვერც მშობელი, ვერც მასწავლებელი, ვერავინ აკონტროლებს ამ სოციალურ ქსელს და ვერც გავაკონტროლებთ ალბათ, ხო, ყოველთვის რაღაცა შეიძლება გაძურეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ის კი შედეგი კი არა კონტროლო, რომ თავიდანვე პრევენცია გააკეთო, რომ ეს საშიშროებები და ამაზე ელაპარაკო ბავშვებს. ამაზე უნდა ეთმობოდეს გაკვეთილები, ამაზე უნდა იყოს ტექსტები ქართულში მაგალითად, რომელშიც ძალიან გვიჭირს და ძალიან გვაკლია ასეთი
ისეთი ამბები, სადაც განიხილავს, რომ თანამედროვე აქტუალურია, ხო? კი, ძალიან კარგია ძველი ქართული ლიტერატურა და გვიყვარს ყველა ჩვენი სიამაყეა, მაგრამ ძალიან დიდი დრო მიაქვს ამის სწავლება ზუსტად იმ ასაკში, როცა ზუსტად ასეთ თემებზე სასაუბრო დრო გვჭირდება. So do you think it would be okay if we speak about it? I haven't done anything. You're a good dad, a great dad. ჩვენ ხშირად გვესმის კიდევ ერთი მავნე ჩვევა სტერეოტიპი, რომ გოგოები არიან სუსტები და ვივიწყებთ ბიჭებს. რომ ბიჭებთან არავინ არ მუშაობს. ერთ-ერთი პროექტი, სადაც კამპანია კაცები ზრუნავენ არის, დავიწყეთ გლობალური კამპანია, ბოიხუდი ქვია. ახლოს არის ამ მოზარდობასთან, ოღონდ არის ბოიხუდი ინიციატივა ბიჭებისთვის და სხვადასხვა სკოლებში ხვდებით მხოლოდ ბიჭებს და ველაპარაკებით პრობლემებს, თინეიჯერებს, ზუსტად იმ ასაკის ბიჭებს დაახლოებით რა ასაკის გმირიც იყო ამ ფილმში. და ხშირად ამბობენ, რომ ემოციის გამოხატვას უშლიან ტირილს, უშლიან, რომ ზედმეტად გაიხარონ, ან წაგების დროს პირობითად თუ ფეხბურთელია მინდორზე წაიქცეს და გამოხატოს ესე ტირილი თავისი ემოცია. ან მეუბნებით, რომ შენ კაცი ხარ, ტირილი არ შე. და ერთ-ერთი კვლევის მიხედვით ერთმა ბავშვმა თქვა, რომ ძალიან სწორი მესიჯი თქვა, რომ რატო არ უნდა ვიტიროთო? ხო ტირილით ვიბადებითო ყველაო, გოგოც და ბიჭიცო და მე რა იცვლებაო, მე რატო არ უნდა ვიტიროთო? და ესეც უნდა ვაკონტროლოთ მშობლებმა, რომ ემოციის გამოხატვა უნდა ვასწავლოთ. ან ის არ უნდა წაქეზება, რომ თუ კონფლიქტი ამაზე უნდა ილაპარაკოს და არა ის, რომ აი კონფლიქტი გაქვს, მიდი და შური იძიე, ხო? არაფერი არ არის საჭირო, გარდა იმისა, რომ ჩვენ უფროსებმა ბავშვებთან ერთად ბავშვებს ვასწავლთ უბრალოდ ნავიგაცია. ვიცოდეთ ისინი სად მოძრაობენ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და უნდა ვასწავლოთ ნავიგაცია. ხო, აი სად არის საფრთხის ნიშნები, საფრთხეზე რეაგირება როგორი უნდა იყოს, თუ შენ საფრთხეში აღმოჩნდი, თუ შენ შეცდომა დავში რომ კარიღია, მოდი აქ ვისაუბროთ, ხო? ჩვენ რაღაცნაირად გვავიწყდება, რომ მაგალითები ვართ ადამიანები. რა მაგალითს ვაძლევთ? ცემატყეპის მაგალითებს რო ვაძლევთ, თუნდაც დიდ ეკრანზე სპორტული ჩხუბები, თუნდაც ქუჩის აქციების დროს ცემატყეპა დაუმსახურებლად და დაუნდობლად. ეს ხო არ არის დაჭერა, ეს არის დაშინება, ხო და ამის მაგალითს რო ვაძლევთ, მე ბავშვს უთხოვთ, რომ ის ხო იმეორებს იმას, რასაც ვაკეთებთ. და ჩვენ ხელს უშლით განვითარება. ბავშვები არ ახსოვს ამ ქვეყანაში არავის. პირდაპირ ვთქვათ არ აქვს. ან ბავშვის დამახსოვრება ის არ არის, რომ ავდგეთ და მხოლოდ სკოლის ღირებულება გადავიხადოთ, მხოლოდ კარგი ტანსაცმელი უყიდოთ და კარგი საჭმელი ვაჭამოთ. ცოტაა ეს. თუ დააკვირდებით, ძაღლს უფრო მეტი ასეირნებს ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ბავშვს. იმიტომ რომ ძაღლი თხოვს და ბავშვი არ თხოვს. ბავშვი ტელეფონს მიაჩეჩებს და დატოვებს. აჭმევს და ტელეფონს მიაჩეჩებს და სულ მოშორება გამოგვდის. ერთ-ერთმა ბავშვმა ერთი ფსიქოლოგი ამბობდა ესეთ რამეს, რომ სულ თამაშობდა თურმე და რატო თამაშობო, რომ კითხეს ესეთ რამე უთხრა, რომ იმიტომ თამაშობო, რომ ვნატრობო, რომ მამაჩემი შემოვიდესო და დამელაპარაკოსო. თუნდაც ის მითხრას, რომ აღარ ითამაშო. ანუ მამასთან ურთიერთობას ნატრობდა ბავშვი. მეტი არა, იმიტომ რომ ისე ვერ ამჩნევდა მამა. ანუ ბავშვს ვეკითხე, როგორი დღე იყო და დამთავრდა, ჩაიკეტა. თუ არ გვეუბნება, ხო, იყო რა, მოუყვეთ ჩვენი დღე. ჩვენ ვიყოთ მაგალითი, რომ უთხრათ, რომ ჩემთან არც ისე კარგად ჩაიარა რა, რთული იყო, მაგრამ რაღაცნაირად თავი გავართვი და თუ რამეს მეთამაშები იქნებ გადავაგოროთ. ხო, იმიტომ რომ იმ თამაშის დროს შეიძლება მე მოგიყვეს და გელაპარაკოს. Do you know a girl called Katie Leonard? Yeah. Describe each other as friends then. ეს ფილმი არ არის მხოლოდ კინოთეატრებისთვის სერიალი, ეს არ არის მარტო, ეს არის რაღაცა სასწავლო რესურსია, რომელიც უნდა ვაჩვენოთ მასწავლებლებს, ვაჩვენოთ მშობლებს. ეს არის დასაფიქრებელი, არა მარტო მშობლებს, პროფესიებშიც უნდა ვაჩვენოთ, ხო? შეიძლება არ იყოს მშობელი, მაგრამ ვაჩვენოთ პოლიციელებსაც, როგორ ექცევიან ბავშვს, საჭმელს თავაზობს, ხო? კვლელობაში ეჭვმიტანს ეუბნება, რომ დილით ჭამე? და ჩვენთან საჭმელს არ აძლევენ იმის გამო, რომ მოწყურდეს, მოშივდეს, დაიტანჯოს, რომ იქნებ მერე უფრო აი გატყდეს. როგორც ექცევა ეს სისტემა 13 წლის ბავშვს, რომელმაც ფემიციდი ჩაიდინა, ხო, ეს რა ვიცი, აი მართლა სანატრელია, რომ ეს დამოკიდებულება იყოს ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 19 წლის ბიჭები სხედან ციხეში, არ ვიცით რა დააშავეს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სადა დედამიწაა ხო, ხა სად ის და სად ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა.